იყო სრული აბსურდი. რა თქმა უნდა, ამ ფილმზე ახლა ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი იდეაში. მაგრამ მე მგონი უკვე ვთქვი, რაიმე პრეტენზიის მქონე ფილმი ვერ არის, მაგრამ გადაღებულია ისეთი თქოს არის. უხერხულად ცუდია. აი ნაპრეწკი რა და ენერგია და სიხარული. იმიტომ რომ გადაიღო ფილმი, რომელიც არავის არ მოეწონა. არის ფილმი პუტინს. კორექტულობის თან მე სუპერსტარი ვარ, ეს პატარა კაცია. ზოგი რასისტი, ზოგი განსაკუთრებული შეხედულებები, ზოგი ძალიან სასტიკი, ზოგი პირიქით ძალიან შიშარა. აბსოლუტური ბესპრეძელი ხდება რა. იქ პირველი გლადიატორის მოყვარული მე არა ვარ. თავიანთ სახლები ჩადეს ბანკში. გუროთ მოძღვარი არ ხარ ხო და ეკლესიებს არ აშენებ. სულ ქონდა $105 ანგარიშზე. თავისი ძაღლის გაყიდვა უნდოდა. ჯარისკაცები მიდიან ერაყში, იქ ომობენ და ტიპები, პროდიუსერები აძლევდნენ $350,000 ამ სცენარში. და მან უარი და საშინელი ფილმია, ამაზრზენი ფილმია. შენ რა ვიცი ასე გელაპარაკოთ არ ვიცი რა. ანუ საერთოდ გათიშეთ ეგ ვიდეო. სალამი ხალხო, როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? თქვენს ესე იგი ოპტიკურ ბოჭკოვანი გაყვანილობის შედეგად მიღებულ საკომუნიკაციო არხებში მაუწყებლობს არხი მეთოდი. და დღეს რას ვიზამთ? რა თქმა უნდა, დღეს განვიხილავთ კვირის ყველაზე ცხელ, ყველაზე მნიშვნელოვან კინოამბებს. ამიტომ მოდით არ გავწელოთ ერთი ორგანო, როგორც ვაკეთებ ხოლმე და მოდით რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მათი განხილვა. და როგორც წესი, ტრადიციულად, სანამ განხილვებზე გადავალთ, მოდით რაიმე რეკომენდაციას გაიკეთებ. წინა კვირას მე დიდად ვერ მუყურე ახალ ფილმებს, იმიტომ რომ ერთი რეჟისორზე პოდკასტს ვამზადებ მის ფილმოგრაფიაზე და ყველა ფილმი ქონდა მაგის ნანახი, მაგრამ რაღაცებს ხელახლა ვუყურე, რომ უფრო კარგად გამხსენებოდა და ცოტა ფონია გადანათებული, მაგრამ ნიჩიო მაგასაც მოვაგვარებთ მე. ახალი ფილმებიდან ვერაფერს ვერ გირჩევთ, მაგრამ კლასიკას გირჩევთ ერთ ფილმს, ეს არის 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამეცნიერო ფანტასტიკა, ანდრიუ ნიკოლის გატაკა. ოღონდ ქართული გატაკა არა, უბრალოდ გატაკა. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მომავალი, 90-იანებში გადაღებულია და მაგათთვის 2020-იანი წლები იყო მომავალი, მაგრამ სადღაც ეგეთ მომავალზეა, სადაც უკვე ევგენიკა ძალიან პრაქტიკაში შემოსული რამაა, გენების საშუალებით ხელოვნურად შექმნა ნაყოფის და მე ადამიანის შესაბამისად, ეს უკვე მიღებული პრაქტიკაა და ესე იგი ერთი ბიჭი დაიბადება ბუნებრივი ჩასახვის შედეგად და მასზე იწინასწარმეტყველებენ, რომ ესო ანუ მეცნიერულად, ისე ვანგა სტილში კი არა, მეცნიერულად იწინასწარმეტყველებენ, რომ ესე იგი ესო ძალიან სუსტი გენები აქვს ამასო და 30 წლამდე ვერც გაძლებსო რა და ამიტომ მშობლები მეორე შვილს გააჩენენ ოღონდ უკვე ხელოვნურად და ეს მეორე შვილი ძალიან ისეთი ჯანმრთელი და ჯანსაღი და ძლიერი და ნიჭიერი ტიპია და ეს მეორე არ არის ეგეთი ნიჭიერი და ჯანმრთელი რა და ეს მეორე უნდა რომ გახდეს დიდი კოსმონავტი რა და უნდა რომ გაფრინდეს დედამიწიდან და რაღაც ამ თემას მიაწვეს რა და რახან არ უშვებს მისი ჯანმრთელობა და მისი გენები, ამიტომ ამას ებრძვის ამ ყველაფერს რა. და რაღაც მომენტში გაიცნობს ოლიმპიურ ჩემპიონს, რომელმაც ტრავმის გამო დაამთავრა კარიერა და ამ ორს შორის რაღაც ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ისინი რაღაც გარიგებას დადებენ. ამ გარიგების შედეგად ეს ბიჭი შევა ესე იგი უნივერსიტეტში, სადაც გენებს ამოწმებენ, შენს გენებს ყოველდღე ამოწმებენ იმისთვის, რომ გაარკვენ, ანუ ზუსტად იცოდნენ, რომ შენ შეძლებ გაფრინას რაკეტით დედამიწის გარეთ და ანუ შესაბამისად ხარ კარგი გენების პატრონი რა. მოკლედ შვენიერი ფილმი იმაზე რომ რეალურად ეს ფილმი არის იმაზე რომ რამდენადაც არ უნდა არ გიწყობდეს ხელს შენი აღნაგობა, შენი გენები და კონკრეტულად ხაც ფიზიკური პარამეტრები რამდენადაც არ უნდა გიწყობდეს ხელს, შენი ბედი თუ არო გახდე დიდი ადამიანი და მიაღწიო მიზნებს არაფერს არ შეგისლის საერთოდ ეს ხელს რა და ამ ხრივ გენიალური ფილმია. ანდრიუ ნიკოლი თქვენ უეჭველი იცით, ანუ სახელით ასე არ იცით, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელმაც ტრუმენის შოუს სცენარი დაწერა და ფილმი მოკლედ არის ეს გატაკა არის, NASA-ს მიერ დასახელებული ყველაზე მეცნიერულად გამართულ ფილმად, ანუ რაიმე ეგეთ შეცდომები მეცნიერული ნაკლებადაა რა, მაგრამ ცხადია რაღაც ფანტასტიკაა და რაღაც დაშვებები იქნება, მაგრამ ლოგიკის ფარგლებში რა. ეს არის გატაკა 1997 წელს გადაღებული, რეჟისორი ანდრიუ ნიკოლი, თამაშობენ ჯუდ ლოუ, იტან ჰოუკი, უმა თურმანი, მოკლედ ყველა ეს მაგარი კასტი გორ ვიდალიც თამაშობს დამკვირვებელს უნივერსიტეტში და მოკლედ შვენიერი ფილმი, შვენიერი დრამა, ძალიან ფილოსოფიური და ძალიან მაგარი. გატაკა 1997 წელი. გავაგრძელეთ. გადავიდეთ ტრადიციულად ახალ ამბებზე. პირველი ახალი ამბავი არის ის, რომ დამავიწყდა, შევხედო უნდა.
ესე იგი ნეონის Facebook page-ზე და პრინციპში ნეონის სოციალურ არხებზე დაიდო პოსტი და გვამცნეს, რომ რაულ პეკის ფილმი ჯორჯ ორველზე, ჯორჯ ორվել 2+2=5 გამოვა ოქტომბერში. კერძოდ კონკრეტულად უფრო რო გითხრათ 3 ოქტომბერს. ეს იქნება ფილმი, ესე იგი ჯორჯ ორველის დოკუმენტური ფილმი იქნება ჯორჯ ორველის ცხოვრებაზე რა და ძალიან აქტუალური ფილმია რა თქმა უნდა და ჯორჯ ორველი უმნიშვნელოვანესი წერალია და მისი 1984 ფაქტობრივად არის წიგნი, რომელმაც განსაზღვრა ან ყოველ შემთხვევაში იწინასწარმეტყველა ყველა ის ტოტალიტარული საშინელებები, რაც პრინციპში დღეს ხდება ჩვენს ჩრდილოეთ მეზობლად ყოფ ქვეყანაში. და ცალკე ჯორჯ ორველი ძალიან საინტერესო ტიპია და მასზე დოკუმენტ სტორია, რომ დოკუმენტურს იღებენ და არა მხატვრულ ფილმს, მაგალითად ბიოგრაფიულ ფილმს არ იღებენ, არამედ დოკუმენტურს, იმიტომ რომ თავისთავად ჯორჯ ორველს ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. წაიკითხეთ წიგნი ჯორჯ ორველის დოკუმენტური წიგნი პარიზის და ლონდონის ფსკერზე. ესე იგი ეს არის წიგნი იმაზე თუ როგორ წავიდა ორველი თავისით დამოუკიდებლად, უფულოდ და გაიცნო პარიზში და ლონდონში არსებული საზოგადოების დაბალი ფენები. არის დოკუმენტური პროზა, არის ძალიან გულწრფელი, ძალიან საინტერესო და რაც თავარია, ძალიან გასაგები ხდება თუ რა მსოფლმხედველობის ადამიანია ჯორჯ ორველი, რა მისი პოლიტიკური შეხედულებები, მისი ეკონომიკური შეხედულებები და ასე შემდეგ. მოკლედ ამ წიგნს გირჩევდით. ფილმისგან დიდი მოლოდინი არ მაქვს მე ესე. ამ რეჟისორმა მანამდე გადაიღო ფილმს ქვია I'm Not Your Negro. და ნორმალური ფილმია, ნორმალურ ადამიანზე, ძალიან საინტერესო პიროვნებაზე ამერიკის ისტორიაში, ბოლდუინზე და ჩამისგან ახ განსაკუთრებული მოლოდინი არ ექნებათ იმ ადამიანებს, რომელთაც იციან ჯორჯ ორველის ისტორია, მაგრამ ვინც არ იციან, გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვაც არ არის დიდი 200 გვერდია. მე ზოგადად წიგნებში არ ვარ ასე ვთქვათ, არ მაქვს ლეგიტიმაცია, რომ ასე წიგნები ურჩიო ხალხს, მაგრამ რაღაც ცოტა რაღაცა მაქვს საკითხული. ბევრი არა რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცები მაქვს საკითხული და რატომაც არა გირჩევთ. ეს წიგნი მოკლედ პარიზის და ლონდონის ფსკერზე, ხოლო ფილმი რაულ პეკის ჯორჯ ორველი 2+2=5 გამოვა ოქტომბერში. ნეონის დისტრიბუციით და ნეონის მარკეტინგით, რაც თავარია. როგორც იცით, კინოში ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. ვენეციის კინოფესტივალია. რა თქმა უნდა, ჩვენ მოკვდავები და ჩვეულებრივი ადამიანები და მით უმეტეს ადამიანი, რომელიც არ მიიღეს ქუთაისის კინოფესტივალზე ვორქშოპში, კინოკრიტიკის ვორქშოპში, რადგან აღმოჩნდა, რომ ისეთი არაკონკურენტუნარიან კონტენტს ვაკეთებ კინოს ამბავში, ხო, და მოკლედ ჩვენნაირი მოკვდავი ხალხი ვერივლიან ვენეციის კინოფესტივალზე, ამიტომ ჩვენ მხოლოდ რაღაც ნიუსებით ტკბობა გვიწევს და ლოდინი მთელი წლის განმავლობაში მე ან პირატულ საიტებში ძრომიალი რომ რამე აღმოვაჩინოთ, რამე საინტერესო. და მოკლედ ამ ვენეციის კინოფესტივალზე ბევრი კარგი ფილმი კაც, რაზეც დღეს ნაწილობრივ ვისაუბრებ, მაგრამ თლიან მიმოხილვას, ასე ვთქვათ, მე ვერც ერთ ფილმს ვერ ნახავ ჯერ, მაგრამ რაღაცები რომელი ფილმისთვის ყურადღების მიქცევა ღირს, პრესა, რაზე საუბრობს, ამ ყველაფერს მოგიყვებით, მაშინ როცა დამთავრდება ეს ვენეციის კინოფესტივალი და მეც რაღაც უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მექნება ამ თემაზე. ხო, მაგრამ რაღაც ფილმები მანამდე ცნობილი იყო, მანამდე უკვე იყვნენ პრესის მიერ ყურადღების ცენტრში და მოდი ეხლა ვისაუბრებ მაგ ფილმზე, იმიტომ რომ ჩემ პოდკასტში არ ვისაუბრია და რატო უნდა ვისაუბრო. მოკლედ, ეს არის ფილმი კრემლის ჯადოქარი. კრემლის ჯადოქარი მოგეხსენებათ ლოგიკურად, არის ფილმი პუტინზე. აღმოჩნდა, რომ პუტინი არ არის მთავარ როლში. მთავარ როლში არის პუტინის ერთ-ერთი მრჩეველი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც დაკავებული იყო პუტინის მარკეტინგით 90-იანებში. ეს ადამიანი რეალობაში არ არსებობდა. ეს არის გამოგონილი პერსონაჟი, სახელი მისი არის ვადიმ ბარანოვი, მრავლისმთქმელი გვარი და მას თამაშობს ვადიმ ბარანოვს თამაშობს პოლ დანო, შვენიერი მსახიობი, უმაგრესი, თამაშობდა ფაბელმანებში, სპილბერგის, Little Miss Sunshine-ში თამაშობდა, კიდევსად თამაშობდა, ასე უცბად არ მახსენდება, მაგრამ უმშვენიერესი, ძალიან დახვეწილი მსახიობი რა. ეს თამაშობს და ჯუდ ლოუ თამაშობს პუტინს. ეს არის ფრანგული ფილმი, რეჟისორი არის ფრანგი. ამ ფილმზე თქვეს ესე იგი, რომ ძირითად თავარ როლში არის არა პუტინი, არამედ ეს ადამიანი, რომელიც რეალობაში არ არსებობდა და 90-იანების რუსეთის ისტორია მეტნაკლებად ვინც იცის, მე საერთოდ არ ვიცი, მაგრამ დაჟე მე ვიცი, რომ
პუტინი არ ყოფილა ეს ადამიანი, რომელიც თავისით დამოუკიდებლად მოვიდა ხელისუფლებაში, ის მოიყვანა კოლეგიამ, მათ შორის, იმდენად ცნობილი ხალხი იყო ამ კოლეგიაში, როგორც არის მაგალითად აბრამოვიჩი. ხო, და საინტერესოა, ეს დეტალები 90-იანების რუსეთის ეს პოლიტიკური ელიტის დეტალები როგორ იქნება გაშუქებული და საერთოდ თუ იქნება გაშუქებული, ეგიც საინტერესოა. თან ეს წიგნის ადაპტაცია, ამ მწერალმა მეორე წიგნის დაწერა, ესე იგი რუს მწერალზე. აუმივარდა მის სახელი თავიდან. აიმე ლიმონოვის ისტორიაზე, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა და ეს ფილმი მაგ წიგნის ადაპტაცია შარშან გადაიღო სერებრენიკოვმა, რომელიც ასევე არდევს არსად და ვერ ვნახე, მაგრამ კარგი შეფასებები არ ჰქონდა და არც ამას აქვს კარგი შეფასებები. ტომატებზე აქვს 50%, მეტაკრიტიკზეც დაახლოებით ეგ აქვს და მოკლედ დიდი მოლოდინების ფილმი სამწუხაროდ არ არის, მაგრამ როცა გახდა უკვე ცნობილი რომ ამ ფილმს იღებენ, ძალიან ისეთი სერიოზული გამოხმაურება გამოიწვია, იმიტომ რომ მართლაც საინტერესოა რა, ჯუდ ლოუ თამაშობს პუტინს და გამოგონილი ტიპი, რომელიც ამის პუტინის პრომოუშენითაა დაკავებული და მოკლედ იმ წავე თემებს, როგორც არის მაგალითად ბესლანი, ჩეჩნეთის ომი, საბჩაკის ამბები, ანუ ეგ ყველაფერი ამ ფილმში როგორ იქნება, მე ძალიან მაინტერესებს და იმედია მალე დაიდება, იმიტომ რომ მოგვეხსენებათ, როგორც უკვე ვთქვი, ამ კინოფესტივალზე ზოგადად როგორც ჩანს ნებისმიერ კინოფესტივალზე მე თუ თბილისის არა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ცხოვრობ და აქ ვარ და ბათუმის კინოფესტივალზე მე ბათუმელი ვარ, მაგრამ ბათუმის კინოფესტივალზე ნამყოფი არ ვარ. ეს ანუ ჩემი დაუდევრობის ბრალია მხოლოდ და ბათუმის კინოფესტივალის უთი მარკეტინგი. აი, გავატარეთ ეგ თემა და მოკლედ. კრემლის ჯადოქარი. ფრანგული ფილმი ძალიან საინტერესო იქნება რა გამოვა მაგ ფილმიდან. გადავედით შემდეგ ამბავზე. სადაც კრემლის ჯადოქარია, იქ როგორ შეიძლება არ ვახსენოთ ოზის ჯადოქრები. აი ძალიან არა კინოშნიკური იქნება, რომ მე ჯადოქარი არის სათაური ფილმის, მოკლედ სათაურის ნაწილი. და მე ნარნარად ძალიან ისე სტილით არ გადავიდე ოზის ჯადოქრებს. ეგ იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, არაპროფესიონალური ჩემი მხრიდან. ამიტომ რა თქმა უნდა, ოზის ჯადოქრებზეც მოგიყვებით. გამოდის სერიალი, უბრალოდ ჯერ არ დაწყებულა, ჯერ იწყება გადაღებები, ანუ არ დაწყებულა ჯერ ნორმალურად სერიალი ოზის ჯადოქრებზე. და ეხლა მოგიყვებით ოზის ჯადოქრები ზოგადად. არის ესე იგი ამერიკის კინოს ისტორიისთვის, აი როგორც ჩვენთვის არის უდიპლომო სასიძო, იმიტომ რომ აი ყველა საახალწლო ერთ-ერთი საახალწლო მნიშვნელოვანი ფილმია, როგორც მაგალითად ფრენკ კაპრას It's a Wonderful Life, რომელიც პირდაპირ საახალწლო ფილმია, მაგრამ იგიც Wizard of Oz-იც, ოზის ჯადოქრები ასევე ისეთია რა, მნიშვნელოვანი საოჯახო, საახალწლო კი არა, საოჯახო ფილმია რა და ისტორია რა არის ესე იგი. ეს არის 1939 წლის ფილმი, ფერადი. ამითაც გამოირჩევა რომ 30-იანი წლებია და ტექნიკოლორი არ არის ჯერ მოდაში მოდაში საკმარისად შემოსული ეს ფერების აპარატი რომლის საშუალებითაც ფერებს აძლევდნენ გამოსახულებას რა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ამერიკაში ჰოლივუდში ერთ-ერთი პირველი ფერადი ფილმი. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი სრულმეტრაჟიანი სუპერ წარმატებული ფერადი ფილმი. სადაც თავარ როლს თამაშობს ძალიან პატარა, სულწოვანიც არ იყო მაშინ მგონი ჯუდი გარლანდი. უმაგრესი მსახიობი, უმნიშვნელოვანესი მსახიობი ჰოლივუდის ისტორიაში. ეს არის თავარი პერსონაჟი, ჯუდი გარლანდის პერსონაჟი მას ქვია დოროთი. ის ცხოვრობს კანზასის შტატის ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილას, ფერმაში. ძალიან მოწყენილია, ძალიან მოსაწყენი ცხოვრება აქვს მას და უნდა რომ აი გაცთეს თავის ამ საზღვრებს რა. უნდა რომ რაღაც ფერად სამყაროში გადავიდეს რა და ეს იმით გამოიხატება რომ მისი ეს ფერმის სცენები არის შავთეთრშია და რაღაც მომენტში ადგილობრივი შერიფი წაართმევს ძაღლს, იმიტომ რომ ამ ძაღლმა დაკმინა დეიდამისი. მერე ესე იგი ეს ძაღლი გამოიქცევა ამ ბავშვთან, გარეთ არიან და უცბად გაიჩნდება ტორნადო. ეს ტორნადო თარეშობს, ეს ბავშვს უნდა რომ სახლში წავიდეს, დაიმალოს სადმე, მაგრამ უბრალოდ სარდაფში დამალვა უნდა, მაგრამ სარდაფამდე ვერ მიასრებს და შევარდება სახლში. და მე ეს ტორნადო ამ თლიან სახლს აიტანს ჰაერში და ეს ტელეპორტირდება, თლიანი სახლი ტელეპორტირდება ალტერნატიულ სამყაროში, რომლის სახელი რო არ მოგატყუოთ დამოვიწყდა. ეს სახლი, როცა ამ ალტერნატიულ სამყაროში გადავა და ეცემა ჯადოქარს, ეს გიყვებით ახლა პირველ 20 წუთს ფილმს, ანუ სპოილერი არ არის. მოკლავს ამ ჯადოქარს ადგილობრივ ჯადოქარს, ალკაჩს. ეს ხალხი ყველა იქაურები გახარებულები არიან, ეს სამყარო ფერადია, ამიტომ დოროთის გახარებულია თავის ძაღლთან ერთად. მეორე ჯადოქარი, რომლის ძალებიც ამ კონკრეტულ ადგილას არ მუშაობს და იმ ალკაჩის, რომელიც მოკვდა, იმ ალკაჩის ძალები მუშაობდა, ის ეტყვის, ესე იგი, ის ეტყვის კი არა და ის შეხვდება და ეტყვის, რომ всё, ეს სოფელიო გათავისუფლებულია, საღოლო, წავა და მე ამას ეტყვიან, რომ შენ თუ გინდაო დაბრუნდეო შენ სამყაროში. წადიო და შეხვდიო ოზის ჯადოქარს, რომელიც ცხოვრობს ზურმუხტის ქალაქშიო, ესე იგიო. და ზურმუხტის ქალაქი რო გაიარო, უნდა გაიარო ესე ყვითელი აგურით მოფენილი გზა.
და წადიო მაგზითო მიდიო ამ ოზი ჯადოქარ და ის დაგეხმარება შენ სამყაროში დაბრუნებაშიო. დოროთი ეუბნება, ბაზარი არა, წავალ, მიდის, გზაში გადაეყრება, ესე იგი, საფრთხობელას, რომელსაც გული არა აქვს და გული უნდა, არა, საფრთხობელას ტვინი არა აქვს და ტვინი უნდა რომ კონდეს, თუნუქის კაცს, რომელსაც გული არა აქვს და უნდა რომ გული კონდეს და ასევე შეხვდება შიშარა ლომს, რომელსაც სიმამაცი აკლია და ამიტომ სიმამაცის შეძენა უნდა და ეს 4 კაცისგან შემდგარი, 4 არსებისგან და 3 არსებისგან და 1 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მიდიან ამ ოზის ჯადოქრან და გზაში რაღაც ფათერაკები ხვდებათ. დანარჩენს აღარ მოგიყვებთ. ეს შესავალია, ეს არ არის სპოილერი, იმდენად, ანუ ახლა იმდენად კლასიკურ და იმდენად ყველასთვის ნაცნობ ფილმზე ვლაპარაკობ, რომ თულია დასპოილერება. იმდენად ზღაპრული ისა სიტუაცია. ფრენკ ბაუმია წიგნის ავტორი, ვიქტორ ფლემინგია ფილმის რეჟისორი, ვიქტორ ფლემინგი თქვენ არა, მაგრამ უფროსმა თაობამ შეიძლება უფროს თაობა მიყურეთ, მე რა ვიცი, არც მე ვარ უფროს თაობა, უბრალოდ ახლა კინო ვიცი, ცოტა ისე ვლაპარაკობ რა, ხო ხვდებით. კარწაღებულის რეჟისორია მოკლედ ვიქტორ ფლემინგი, ვინც არიცით რა და კარწაღებული ახლა მე მგონი ყველა მიც, ალბათ. მე არ ვიცი. კარწაღებული ვინ შეიძლება არ იცოდეს, უბრალოდ როგორც მინიმუმ ინსტაგრამზე უეჭველი შეგხვდებოდათ რაიმე rilsi ამ თემაზე. ამ ფილმზე უბრალოდ და მოკლედ ეს არის ფილმი რა ოზის ჯადოქრები ეს არის დასაწყისი ეს დოროთის თავგადასავალის დასაწყისი ხო და სერიალი არ მაქვს დიდი მოლოდინი სერიალის დრო არ მოგატყუოთ იმიტომ რომ პოლიტკორექტულობის ეპოქაში ვცხოვრობთ და წარმოვიდგინე რა ეს საფრთხობელა თუნუქის კაცი და შიშარა ლომი რა იდენტობის და რა სქესის წარმომადგენლები იქნებიან და ცოტა დამწუხდი რომ არ მოგატყუოთ მაგრამ ნუ რაც არის ეს ამბავი მარტო იმიტომ თქვი რომ ოზის ჯადოქრებზე მელაპარაკა გადავიდეთ შემდეგ ამბავზე. Souls თამაშების მოყვარულები, ვინც ბრძანდებით, უცბად თამაშებზე გადავედი, მაგრამ ნუ რავი, სადაც კინო იქ თამაშია, მე თუ მკითხავ. Elden Ring-ი ყველა მიცით, ვისაც თამაშები გიყვართ. ასევე ყველას თქვენ გაქვთ ნერვული აშლილობები, დარწმუნებული ვარ. მარტო იმიტომ, რომ Elden Ring-ის თამაში სიამოვნებთ. მე არ ვარ მაგ თამაშების მოყვარული, მაგრამ ნუ ახან ტოლკიენის და სამყაროა და ჯორჯ მარტინია სამყაროს ერთ-ერთი სცენარისტი თუ ერთადერთი ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჯორჯ მარტინი მუშაობდა ამ თამაშზე რა, როგორც მინიმუმ მნიშვნელოვანია ყურადსაღებად. ხო, და ამ თამაშზე ალექს გარლანდი იღებს ფილმს A24 აფინანსებს, არის აპროდიუსირებს უბრალოდ ალექს გარლანდმა თვითონ გეიმერია, თვითონ ამბობს რომ Elden Ring-ი 6 ჯერ მაქვს დახურულიო და მე არ დაუმატებია თუ რამდენჯერ იყო ფსიქოლოგთან ამ თამაშის მერე, ან რამდენი ჯოისტიკი აქვს დალეწილი, ეგ არ დაუმატებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ აურაცხელი რაოდენობის და მეო დავწერეო 160 გვერდიანი სცენარიო ამ ფილმისთვისო და გადავიღებთ ფილმსო და Elden Ring-ის ფილმი გამოვაო და ძალიან საინტერესოა, ძალიან ეპიკური ფილმის მოლოდინი მაქვს. ალექს გარლანდი არის ტიპი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხედვით. ნამდვილად ეგრეა რა. იმიტომ რომ სულ წარმატებული ფილმები არ აქვს. ანიჰილაცია ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან მაგარი ფილმია, ან წიგნით უნდა არც ერთ და არც მეორე, ჩემთვის შთამბეჭდავი არ ყოფილა იმ სიუჟეტის გაგებით რა, მაგრამ სამაგიეროდ ყოველ შემთხვევაში საინტერესო ფილმია და დაასკვნი რომ ამ რეჟისორს უნიკალური ხედვა აქვს. და ასევე ალექს გარლანდი არის როგორც სცენარისტი 28 დღის შემდეგი სცენარისტი, რეჟისორი მაშინ იყო დენი ბოილი. ასევე ალექს გარლანდს გადაღებული აქვს შარშან გადაიღო 2 ძალიან მაგარი ფილმი, პირველი არის სამოქალაქო ომი, მეორე არის Warfare, ქართულად როგორ ვერ ვიტყვი. მოკლედ ეს პირველი ფილმი თამაშობენ კირსტენ დანსტი, ჯესი პლეიმონსი და ეს გოგო, რომელიც ახლა ფოტო გამოჩნდება, სადმე უმაგრესი გოგო, რომლის სახელი სამწუხაროდ ამავიწყდა, მაგრამ აი ამერიკელი მსახიობია და მგონია რომ ეს გოგო არის ჯერ ცოტა დიდია 27 წლისაა, მაგრამ ნუ ყველაფერი წინა აქვს ჩემი აზრით და ოსკარის მომავალი ლაურეატია, მე ეგრე ვფიქრობ რა. მოკლედ ეს არის ფილმი შორეულ, არ თუ ისე შორეულ მომავალზე, სადაც ამერიკა დაყოფილია სხვადასხვა დაჯგუფებებად, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და ცალკეა პრეზიდენტი, რომელიც ამ ცეცხლს შუა არის რა და ჟურნალისტების გუნდი, 3 კაცგან შემდგარი გუნდი, ერთი შტატიდან მეორე შტატში ვაშინგტონში ჩადიან მანქანით, რათა ინტერვიუ აიღონ პრეზიდენტისგან, რომელიც რეალურად ტყვეობაშია ამ ჯგუფების მიერ რა. და მათ თქმა უნდა ამ გზის გავლა რო უწევთ, ანუ აბსოლუტური ბესპრეძელი ხდება რა იქ და შესაბამისად სხვადასხვა ჯგუფებთან ტერორისტულ თუ შეიარაღებულ ჯგუფებთან უწევთ ურთიერთობა და მათი გაცნობა.
ზოგი რასისტი, ზოგი განსაკუთრებული შეხედულებები, ზოგი ძალიან სასტიკი, ზოგი პირიქით ძალიან შიშარა. ძალიან საინტერესო ფილმია, არა მხოლოდ შინაარსით, არამედ ვიზუალურად, ძალიან განსაკუთრებული, მაგას გეუბნებით ალექს გარლანდს, ბევრი თანამედროვე რეჟისორებისგან განსხვავებით, შედარებით ახალგაზრდა, თლად ახალგაზრდა არა, მაგრამ დიდი ხნის წინას არ დაუწყია რეჟისორული კარიერა რა და ძალიან განსაკუთრებული ვიზუალური გემოვნება აქვს ამ კაცს რა და შეიძლება წარმატებული ფილმი არ გადაიღოს, მაგრამ სამაგიეროდ ვიზუალურად გემოვნებიან ფილმს გადაიღებს. როგორც არის იგივე Warfare-ი, შაშან გადაღებული ორივე ეს ფილმი A24 სტუდიის არის და ორივე ძალიან მაგარია. ეს არის ფილმი, ესე იგი, პატარა ბატალიონზე, ჯარისკაცები მიდიან ერაყში, იქ ომობენ და სამხედრო ოპერაციების დროს თავიანთ ტრავმებზე საუბრობენ რა და ერთის და მეორეც ძალიან უნიკალური პერსპექტივით არის ორივე ფილმს უნიკალური პერსპექტივა აქვს ორივე ფილმი ძალიან საინტერესოა და ძალიან საინტერესო ასევე კარგად არჩეული კასტია არა ორდინალური ანუ ტიპაჟურად თითქმის არავინ არ თამაშობს იქ ტიპაჟურ როლს ალექს გარლანდის ფილმი გამოვა არ ვიცი როდის იმიტომ რომ ჯერ გადაღებებიც არ დაწყებულა მაგრამ ოდესმე გამოვა ვენეციის კინოფესტივალზე ასევე სხვა ფილმებთან ერთად ყველაზე გამორჩეული ფილმი რა თქმა უნდა არის იორგოს ლანტიმოსის ბუგონია იორგოს ლანტიმოსი მოგეხსენებათ არის თანამედროვე ევროპის ყველაზე სუპერსტარი ავტორი ყველაზე ცნობილი ყველაზე დიდი box office-ის მქონე ავტორი ეგ არის ევროპულ კინოში ხაზგასმით ვამბობ ავტორი იმიტომ რომ ეს არის მაინც საავტორო კინოთიც ცნობილი ანუ ხო ხვდებით რა უფრო აი ხელოვნება და რამე ხო ხვდებით ან კომერციული და ბლოკბასტერები კი არა აი ხელოვნება რა აი ლობსტერი ფავორიტი და ეგ რა ქვია დოქტუფი killing of the sacred ირემი ინგლისურად რო წმინდა ირმის კვლევა მოკლედ რა ჩემი ინგლისურით მომინდა ბლატაობა მაგრამ რაღაცაში ჩავაბიჯე ხო ასეთი ამბები იორგოს ლანტიმოსი ბუგონია მთავარ როლში თამაშობს რა თქმა უნდა ემა სტოუნი ეს გოგო რაც გაიცნო იმის მერე მისი შთაგონება ფავორიტის მერე მხოლოდ მაგას იღებს მე არ მახსოვს პირველი იყო წმინდა ირმის მკვლელობა თუ ჯერ იყო წმინდა ირმის მკვლელობა და მერე ფავორიტი თუ პირიქით მაგრამ აი ფავორიტის მერე ფავორიტი პურფინქსი ის საშინელება ფილმი მე რაც გადაიღო ეს ბუგონია სულ ემა სტოუნი თამაშობს და სულ კარგად თამაშობს საქმეს მაგაშია და მაგიტომაცა ამ კაცის მთავარი შთაგონება რა ესე იგი ეს ფილმი არის ორ ტიპზე ერთ-ერთს თამაშობს ჯესი პლემონსი მეორეს მსახიობის სახელით ამოვიწდა სატყვი ამონათება აქვს თუ არ დამეზარა და თუ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესე იგი ეს ორი ტიპი მათ ჯერათ კონსპირაციების და მოიტაცებენ ერთ-ერთი დიდი კომპანიის CEO-ს ემა სტოუნს გაპარსავენ მას თავს და ატყვევებენ იმიტომ რომ ჯერათ რომ ის სინამდვილეში არის უცხო პლანეტელი რომელიც აქ არის მოვლენილი რათა დედამიწა ააფეთქოს და გაანადგუროს რა ეს არის სინოფსისი ეს ვიცით სულ დაიდო ტრეილერში ერთადერთი რამაც შემაწუხა არის ფილმის ფორმატი ანუ ისეთი მოჭრილი იმით რა ცოტა ვიწრო ეკრანით რაც აი მე ძალიან მეუასროება როცა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ აი რობერტ ეგერს ქონდა ეგ ლაითჰაუსში და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც არ მომწონს რობერტ ეგერსის ხედვა რა ანუ და ზოგადად ეგ მიდგომა რომ ცოტა შეავიწროო ეკრანი სულ მქრინჭავს და სულ მგონია რომ აი მიაღწია კინომ თავის დროზე იმას რომ გაზარდოს და გააფართოვოს ეკრანი რაღაცა ავიწროფ ანუ ეს თავიდან ვიწრო იყო იმიტომ რომ კამერები იღებდნენ ეგრე და მე უფრო კარგ კამერებზე გადავიდნენ და უფრო გაზარდეს ესპექტრი ანუ გამოსახულება რა და რეზოლუცია და რატო აკეთებ მაგას ალბათ იმიტომ რომ უფრო საავტორო კინოში გაიყვანო შენი ნამუშევარი და ხალხს არ ეგონოთ რომ რაღაც პოპკორნულ ამბებს იღებ ალბათ მაგიტომ არ ვიცი მაგრამ ნუ რაც არის სიუჟეტი ძალიან საინტერესოა იორგოს ლანტიმოს ახლა ვიზუალურად და რეჟისორულად არ ეშლება არასდროს სულ კარგ ნამუშევრებს დებს დაჟე მის წინა ფილმში რომლის Kinds of Kindness ხო ამ ფილმში ყველაფერი ცუდია გარდა ვიზუალური ესთეტიკის და კასტის, რა თქმა უნდა, ხოლო სიუჟეტი, ეს ფილმი Kinds of Kindness-ი რაღაცნაირად ისე შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს აი იორგოს ლანტიმოს სადღაც უჯრაში ედო სამი სხვადასხვა ფილმის დრაფტი და ბარემ თქვა რომ ამისგან არაფერი კარგი არ გამო, ბარემ შევაერთებ, პურფინქსი უკვე გადავიღე და ფული გავაკეთე და დავაი ბარემ ამასაც გავაკეთებ, რომ რას გონი არ დავკარგო რა და გადაიღო ეს სრულიად მის სამშაბათებული ფილმი, სამი სხვადასხვა ისტორია, სამივეში არის რაღაც ცოტა სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები, რაღაცით აი დრამატურგიულად ბნელ სარკეს გავს, მაგრამ რეალურად მის ცუდ პაროდიას რა. ხო, ემა სტოუნს რაც შეეხება. მე შვენივრად ხვდები თუ რატომაც აირჩი, რატომაც მოეწონა ასე ძალიან იორგოს ლანტიმოს ემა სტოუნი რა, იმიტომ რომ ემა სტოუნს ყველაზე გამორჩეული ქალია
მისი თაობის A-list, ანუ მაღალი ეშელონის მსახიობებში რა, იმიტომ რომ ქალს უბრალოდ სუფთა გარეგნულად, გარეგნობის ამბავში შეუძლია აქვს უნარი რაღაცნაირად, ანუ მე გულისხმობ აი სუფთა ნიჭის და ბუნებრივი უნარზე ვსაუბრობ, რომ განასახიეროს ჟანრის ან მიმდინარეობის საუკეთესო ვარიანტი, რომელშიც თამაშობს რა, ანუ თამაშობს ის მიუზიკლში ხო La La Land-ის ახლა ნებისმიერი კადრი რომ ნახოთ, სადაც Emma Stone-ი არის, უბრალოდ კადრი ფოტო. თქვენ ეგრევე მიხვდებით, რომ ფილმი არის იმაზე, რომ ფილმი არის ვარდისფერი სათვალეების გატეხვაზე რა, ან ნებისმიერი კადრი აიღეთ, სადაც ეს გოგო ასე პორტრეტში ჩანს რა, იმიტომ რომ საუკეთესო ვარიანტია მიუზიკლის თავარი პერსონაჟი ქალის რა, Emma Stone-ი ამ ფილმში. აიღეთ თუნდაც Easy A, აი რავი, Easy A და აიღეთ ეს ამ გოგოს Emma Stone-ის, ნუ მაშინ გოგო იყო Emma Stone-ის სცენა რომელიმე ან კადრი. ეგრევე მიხვდებით, რომ ეს არის სასკოლო დრამის, სასკოლო რაღაც კომედიის ან სატირის საუკეთესო გამოვლინება რა, ეს კონკრეტულად ეს მისი ვიზუალური ესთეტიკა რა ამ ქალის Emma Stone-ის, ხოლო აიღეთ თუ გინდათ რაღაც გოთიკური პურფინგსი, ანუ სახეზე ეტყობა ქალს, რომ თუ იღებ თანამედროვე გოთიკურ art-house ფილმს, თავი პერსონაჟი აუცილებლად უნდა იყოს ასეთი გარეგნობის და ასეთი სახე უნდა ქონდეს. ანუ სხვა გზა არ არის რა. აიგეთ შტაბ-ეჭვირებას ქმნის Emma Stone-ი ყოველ შემთხვევაში ჩემზე, როგორც კინომოყვარულზე და Emma Stone-ის დამფასებელზე. იქნება Gwen Stacy Spider-Man-იდან, იქნება ეს ფავორიტებიდან, იქნება ეს იმ Ryan Gosling-თან ერთად რო აქვს კომედია, რომლის სახელი დამოვიდა თუნდაც ეგ, ყველგან არის ჟანრის და ფილმის მოთხოვნების საუკეთესო ვერსია. ეგ უნარი აქვს სხვა მსახიობს ეგ უნარი არ აქვს. ვენეციის კინოფესტივალზე ეს ფილმი მე მგონი ჯერ არ ყოფილა, მე მგონი იყო უკვე და არ ვიცი შეფასებები. სადმე თუ იქნება კონკრეტული სტატისტიკა აქ ამოვანათებ უპრობლემოდ. და მოკლედ ეგ არის იორგოს ლანტიმოსი და Emma Stone-ი. Ridley Scott-ი არ ჩერდება, კაცი 87 წლისაა და ამას წინათ თქვა რომ იცით რა, მე უცხოს მესამე პრიკოლს ვიღებ. და ასევე გლადიატორის მესამე ნაწილს ვიღებ. ერთის მხრივ არ შემიძლია არ დავაფასო ამ კაცის ენერგია და არ შემიძლია არ შემშურდეს, იმიტომ რომ მე ვარ 24-ის და რაღაცების კეთება მეზარევა ცხოვრებაში და ეს კაცი არის 87-ის და ვაფშე ყველაფერს აკეთებს. ერთის მხრივ ამას ხო ვაფასებ მის ენერგიულობას და მეორეს მხრივ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ანუ ეგრე არ უნდა აუფასურებდე საკუთარ მემკვიდრეობას. შეიძლება მე ვუყურებ ამას ძალიან დრამატულად და Ridley Scott-ისთვის ეს უბრალოდ ხელობაა და რაშიც პრინციპში თუ ეგრე ფიქრობს, თუ უყურებს ახლა შეუძლია კომენტარებში დამიწეროს რა, ანუ თუ ეგრე უყურებს რომ ანუ კინოა რა, მაინც სამსახურია, მაინც მუშაობ და მაინც ხელობაა და აკეთებ ფილმებს და არა რაღაც ხუროთ მოძღვარი კი არა და ხუროთ მოძღვარი არ ხარ ხო და ეკლესიებს არ აშენებ რა, ანუ უბრალოდ ფილმებს იღებ და მაგ მხრივ ეს კაცი უყურებს ამას როგორც საქმეს და მუშაობს რა და მესმის მისი მშვენივრად რა, ანუ მე ცოტა უფრო დრამატულად, ცოტა უფრო რომანტიკულად უყურებ ხოლმე ხელოვნებას რა, მაგრამ ეს შეხედულებაც ზოგჯერ მეც მახასიათებს რა, ანუ ცოტა ისეთი რა, გაუფასურება ხელოვნების, რაც არ მგონია რომ უადგილოა, რომ არ მოგატყო, ცოტა რთულად ვლაპარაკობ ახლა, მაგრამ გამგები გაიგებს. პირველი გლადიატორის მოყვარული მე არა ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ მის ხატრულ შემადგენელს, არ შემიძლია უბრალოდ მის ისტორიულ ამბებზე თვალის დახუჭვა რა და Ridley Scott-ი ძალიან ძლიერია ისტორიული ვაიბის შექმნაში რა, იგივე ოღონდ როცა ფილმი თვითონ არ არის შინაარსით ისტორიული რა, იგივე მისი დებიუტი დუელანტები, უმაგრესი ფილმი, ასევე ისტორიული ვაიბის კონი, მაგრამ საერთოდ არ არის ისტორიული. უბრალოდ არის ისტორიული, მართლა უკანასკნელ დუელზეა, მაგრამ მე როგორც ვიცი, როგორც მახსოვს უბრალოდ პირდაპირ ისტორიულ მოვლენებს არ იმეორებს რა, უბრალოდ ეს უკანასკნელი დუელი ისტორიაში მართლაც არის ეგეთი რაღაც დაფიქსირებული რა და ფილმის აქვს შესაძლოა უკანასკნელი დუელი 2022 წელს გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე მისი underrated ფილმი ბოლო ფილმებიდან რა. და გლადიატორი 2 იყო სრული აბსურდი. ანუ ჯერ გლადიატორი 2 რავშვაშია. სპოილერი ახლა, ანუ მაქსიმუსი მკვდარი მოკვდა. და რა დროს გლადიატორი, ანუ რა ლოგიკაა მეორე გლადიატორის აგეთებს, მაგრამ ყველაზე ირონია ის არის, რომ ალბათ Ridley Scott-ს უნდა ეთქვა, რომ ფილმში, ანუ ეს სიკველი კი არა, არამედ უბრალოდ ფილმში არის 2 გლადიატორი. პოლ მესკალის და პედრო პასკალის პერსონაჟები. გლადიატორი. ანუ ეგ უნდა ეთქვა ალბათ გლადიატორ 2-ში. ამას გულისხმობდა და არა იმას, რომ ეს მეორე გლადიატორია. კიდევ ერთი რამე, რაც
თავარი რაც მე მაწუხებს ამ ფილმში ვინ ვიღაცა იტყვის რა შავკანიანი რომში მაღალ რომის რომაულ ელიტაში ვერ იქნებოდა დენზელ ვაშინგტონის პერსონაჟი მართლა არსებობდა რეალობაში მაგრამ მე ეჭვება რომ ნიუ-იორკული აქცენტი ქონდეს ანუ ეგ ახლა თულია მაგის ისტორიული დადასტურება მაგრამ აი რავი ნიუ-იორკელი სპაიკ ლის პერსონაჟის აქცენტი არ უნდა ქონდეს ძველი რომის იმპერიის პოლიტიკოსს ჩემი აზრით თუ სამხედროს ზუსტად აღარ მახსოვს და ანუ გლადიატორი მესამისგან შესაბამისად აი რავი კარგი მოლოდინი არ მექნება არანაირად რასაც ვერ ვიტყვი სხვა შორის უცხოს პრიკველზე მე ძალიან მომწონს მისი უცხოს პრიკველი 2010-იანი წლებიდან ეს ფასბინდერის პერსონაჟი რო იჩნდება ძალიან საინტერესო ძალიან მაგარი ფილმი ეს პრომეთე ელიან კოვენენტი ძალიან კარგებია ორივე რა ელიან რომულისიც ძალიან მომეწონა უბრალოდ მისი გადაღებული არ არის ეგ ფილმი და მოკლედ იმედს უფრო ვიტოვებ რომ ჯერ ერთი 100 წელი ცხოვრებ სიცოცხლეს უსურვებ კიდევ 100 წელი სიცოცხლეს უსურვებ რიდლი სკოტს რომ ანუ კარგია რა ფილმებს რო იღებს ადამიანი და ენერგია რო აქვს რომ გადაიღოს ეგ შვენიერი და ამ ორ შორის მე იმედებს დავამყარებდი უფრო ელიენზე ვიდრე გლადიატორზე იმიტომ რომ sci-fi აშკარად არის რიდლი სკოტის მოკლედ მორიგი ბიოგრაფიული დრამა გამოვა ბიოგრაფიული ფილმი ფილმს ქვია მე ვთამაშობ როკის და გამოიცანით ვისზე იქნება ეს ფილმი რა თქმა უნდა ეს ფილმი იქნება სილვესტერ სტალონეზე უნიკალური ადამიანი სტალონეზე ახლა ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, ყველა მიცის რა ადამიანია, რა ისტორიის მქონე ადამიანია, უბრალოდ ფილმი იქნება კონკრეტულად როკის შექმნის ისტორიაზე, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თვითონ როკის შექმნის ისტორია არის ძალიან როკი ბალბოასეული ისტორია, იმიტომ რომ ამ კაცს სტალონეს ჰქონდა სცენარი, მაგრამ არ ჰქონდა ფული, სულ ჰქონდა $105 ანგარიშზე. და ტიპები, პროდიუსერები აძლევდნენ $350,000 ამ სცენარში. და მან უარი თქვა, იმიტომ რომ მე მინდა ვითამაშო მთავარ როლს ნებისმიერ შემთხვევაში და ამ დროს ისეთი ღარიბი იყო სტალონი, რომ თავისი ძაღლის გაყიდვა უნდოდა. იმიტომ რომ ვერ აჭმევდა ვერაფერს და გაყიდდა და ფული მაინც ექნებოდა მას თვითონ რამე რო ეჭამა რა. ანუ წარმოიდგინეთ რა სიტუაციაში იყო ტიპი და უარს ამბობდა $350,000-ზე. და საბოლოოდ მიიღო ის, რომ დაითანხმა პროდიუსერები, თვითონ პროდიუსერებმა მე სტუდიის თავარი ფინანსისტი ვინც იყო ის დაკერეს რაღაცნაირად, მაგრამ სამაგეროდ ფილმის სიუჟეტი, ფილმის ბიუჯეტი შემცირდა 2 მილიონიდან 1 მილიონზე და პროდიუსერებმა თვითონ ესე იგი თავიანთი სახლები ჩადეს ბანკში და $100,000 მიღებული ამ ფული, ესე იგი ჩადეს ფილმის ბიუჯეტში რა, ანუ პროდაქშენში და $1,100,000 დაჯდა პირველი ფილმი როკის. მაგრამ საბოლოოდ თლიანმა ფრანშიზამ შეაგროვა $2 მილიარდ დაახლოებით რა, ანუ წარმოიდგინეთ. და თვითონ ფილმში ბუთქუსი ეგ ძაღლი როკი ბალბოასი, ეგ არის მის რეალური ძაღლია რა, სტალონეს ძაღლია და თვითონ ეს ისტორიაც როკი ბალბოასი რო იშრომა არანაირი ნიჭი და გამორჩეული სუპერსტარი არასდროს არ ყოფილა, პატარა კაცი იყო ფილადელფიიდან და გაიჩნდა აპოლო კრიდი, რომელსაც მოუნდა ამ Italian Stallion-თან იგივე იტალიელ ულაყთან დაპირისპირება, იმიტომ რომ ამერიკის დამოუკიდებლობის 200 წლის თავზე ამერიკელი მთავარი სუპერ მოკრივე უნდა შეეჯიბროს კაცს, რომელიც წარმოშობით არის იტალიელი და იტალიელმა დაარსა პრინციპში ამერიკა და დავაი შევეჯიბროთ ერთმანეთს, რატომაც არა მაგარი ისტორია, თან მე სუპერსტარი ვარ, ეს პატარა კაცია და დავაი რა გამოვა აქედან ნახოთ და მე ეს ბოლოს უგებს ეს, რავი, თქვენთვის ეს თუ სპოილერია, როკი თუ არ გაქვთ ნანახი, მაშინ რავი, ასე გელაპარაკოთ, არ ვიცი რა, ანუ საერთოდ გათიშეთ ეგ ვიდეო და დროზე ჩაუჯექით ფილმებს, რომელსაც უნდა უყუროს, ანუ ცოცხალი ხარ, რაღაც ეგეც რა. და ეს ფილმი როკი გამორჩეულია იმითაც, რომ საინტერესო აზრს ამბობს რა. როკი ბალბოას წარმატების ისტორია, რა თქმა უნდა, მის შრომა იყო, ცხადი. მაგრამ ამ შრომის უკან იდგა ის, რაც წარმატებისთვის არის აუცილებელი, ეს არის მითი. როკი ბალბოა იყო მითიური პერსონაჟი. თავისთავად, ანუ ტიპს ლეგენდა ჰქონდა რა, ანუ ლეგენდა იყო ის, რომ ეს არის იტალიელი ულაყი. ანუ ეს არის იტალიური წარმოშობის, ეს არის ადამიანი, რომელიც შრომობს ძალიან ბევრს და ეს მითი ხალხთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა და მის იმას განაპირობებდა, რომ ხალხს ის უყვარს რა, ანუ იმიტომ რომ ეს უბრალოდ ადამიანი კი არ იყო, არამედ იყო მითიური პერსონაჟი რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად წარმატებული адам, ყველა წარმატებული თუნდაც სპორტში რა, თუნდაც კრივში რო ნახოთ, იმავე კრივში რომელსაც სადაც ყველაზე მეტად იყენებენ რაღაც მარკეტინგულ ხერხებს, ვიდრე მაგალითად ფეხბურთში აი UFC-ში ახლა ყველა თავარი UFC-ის მებრძოლს აქვს უკან თავისი მითი.
იქნება ეს კონორ მაკგრეგორი, რომელიც აი ხულიგანი ტრეშ-თოკერი ტიპია და ტიპაჟია რა და ამით გამახსოვრდება, იქნება ეს ხაბიბი, რომელიც ისე ცოტა დინჯი, თისკაცი, რაღაც დათვთან ჩხუბობდა ბავშვობაში, დათვს ეჭიდავებოდა და ესეთი მამამ კაცრად გაზარდა და ანუ ეს ტიპაჟი იყო რა და ეს ტიპაჟი რო დაერღვია ან ერთს ან მეორეს, შეიძლება ეგეთ საინტერესო აღარ ყოფილიყო. იგივე ქართველებიდან აი მერაბ დვალიშვილი ყველაზე მეტად უხდება როკი ბალბოას სიუჟეტს, აი ყველაზე მეტად უხდება ერთი-ერთში ეგა. იმიტომ რომ შრომა, თავდაუღალავი შრომა, არნაირი ეს განსაკუთრებული ნიჭი, არამედ, რა თქმა უნდა, ნიჭიერი არის, მაგრამ მარკეტინგულ ამბავში ნიჭით არ იყიდება რა, იყიდება იმით, რომ აქვს ძლიერი ფიზიკა, აქვს ძლიერი გენები და რაც თავარია, შრომობს თავდაუღალავად რა. და მოკლედ ეს მითი ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებაზე რა და ეს თემა ხმარტო იმიტომ წამოვიწყე, რომ უბრალოდ როკის ფილმის თვითონ პერსონაჟის ანალიზი მინდოდა რა, იმიტომ რატომაც არა მომეცა საშუალება რომ ვისაუბრო ეს სულ ამას ვაკეთებ, ანუ რატო ვიწყებ თავის გამართლებას არ ვიცი, მაგრამ რაც არის რა და ეს ეხლა რაც გამოდის ჯერ кайხანი არ გამოვა, ჯერ გადაღებებიც არ არის დაწყებული. მთავარ როლს ითამაშებს ბიჭი, რომელსაც ქვია იპოლიტო ხვიჩი არა. იპოლიტო ქვიან პერსონაჟს და ვისაც გაქვთ ნანახი სერიალი The Offer, რომელიც არის ნათლიას შექმნის ისტორიაზე, იქ თამაშობს ეს ბიჭი ალ პაჩინოს. და ეხა ითამაშებს სტალონეს, ანუ იტალიელ ამერიკელებს თამაშობს და პრინციპში თუნდაც იტალიელია წარმოშობით და რა თქმა უნდა ლოგიკური არჩევანია. და ნახოთ ამ ფილმისგან რა გამო მე კარგი მოლოდინები მაქვს, მე ზოგადად მიყვარს როცა ბიოგრაფიულ ფილმებს იღებენ ერთ კონკრეტულ ისტორიაზე, ანუ ერთი ადამიანის კონკრეტულ ისტორიაზე და არა მთლიანად მის ცხოვრებაზე, იმიტომ რომ მთლიანად ცხოვრება ძალიან მოსაწყინეა საყურებლად ჩემთვის და კონკრეტული ისტორიაში არის რაღაც ის X ფაქტორი, რომელიც მიზიდავს და ნახოთ რა გამოვა. მე მჯერა რომ საინტერესო გამოვა. ვისაც გიყვართ ფილმი ანტუანეტა, მარია ანტუანეტა, სოფია კოპოლასი, გეტყვით რომ სოფია კოპოლა და ანტუანეტას მთავარი მსახიობი კირსტენ დანსტი ისევ იმუშავებენ ერთად. გაუგებარია ჯერ რომელ ფილმზე, გაუგებარია ჯერ ვაფშე როდის, ზუსტად როდის, მაგრამ როგორც გასაგები გახდა სოფია კოპოლას შემდეგი ფილმის მთავარი მსახიობი იქნება კირსტენ დანსტი, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამურ შორის განსაკუთრებული ქიმია და თვითონ კირსტენ დანსტი ალექს გარლანდის სამოქალაქო ომში თამაშობს, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდი. და ძალიან განსაკუთრებული ხასიათის მქონე ქალია, თითქმის არ ვიცი სხვა ჰოლივუდში სხვა მსახიობი, რომელიც ენერგიით გავს ამ ქალს რა, ძალიან ისეთი როგორ თქვა, მელანქოლიური ხასიათის ქალი და ძალიან უცნაური იყო ის სემ რეიმიმ რატო აირჩია მერი ჯეინის როლში, იმიტომ რომ იდეაში არ უხდება რა, მერი ჯეინი მაინც უნდა იყოს ნაპერწკალი რა და ენერგია და სიხარული და რაღაც ცხოვრებისკენ ტოლვა და ანუ ესეთ ტიპაჟი უნდა იყოს და კირსტენ დანსტი უფრო მელანქოლიაში მაგიტომას თამაშობს რა, ანუ ეგეთი ტიპაჟია რა, ცოტა მოღუშული, ცოტა ეს სუთხასიათზე, ცოტა ესეთი დაგრუზული და რაც ძალიან მოუხდა მარია ანტუანეტაში ჩემი აზრით რა. და პრინციპში სხვა ფილმებშიც სოფია კოპოლასთან ერთად რაც აქვს გადაღებული, სულ აქვს 5 ფილმი. იგივე Virgin Suicide-ში თამაშობს პირველ ფილმში სოფია კოპოლასი და ნახოთ რა გამოვა, ბოლოს ერთად იმუშავეს 2017 წელს. კაიხანი ერთად არ უმუშავიათ და იმედები ვიქონიოთ, რომ სოფია კოპოლა ისევ და ისევ საინტერესო ფილმს შემოგთავაზებს, როგორც აკეთებს პრინციპში სულ თავის კარიერის განმავლობაში. ვენეციის ვენეციის კინოფესტივალზე ასევე ძალიან ცუდად გამოიჩინა თავი, ასე ვთქვათ, რეჟისორმა ლუკა გვადანინო, იმიტომ რომ გადაიღო ფილმი, რომელიც არავის არ მოეწონა, საშინელი შეფასებები აქვს Rotten Tomatoes-ზე და სხვა პლატფორმებზე, პრინციპში 50%-ზე მაღალი თითქმის არ აქვს, მე მგონი. ხო, ფილმს თამაშობენ ჯულია რობერტსი და ენდრიუ გარფილდი. დიდი არაფერი სინოფსისი მაგ ფილმს არ აქვს, მაგრამ მაინც წაგიკითხავთ, სულ ლიტერალი ორი წინადადება. ესე კოლეჯის პროფესორს თავისი საიდუმლოებით მოცული წარსულის გადახედვა უწევს მას შემდეგ, რაც მის ერთ-ერთ კოლეგას სერიოზული ბრალდება წაუყენეს. რამდენად მრავლის მომცემი სინოფსისია, ალბათ როგორი სინოფსისია, ეგეთი ფილმია, შეფასებებიდან გამომდინარე და ვნახოთ რა იქნება. ეს ლუკა გვადანინო უცნაური რეჟისორია, ტიპმა ერთი ფილმით, სადაც ტიმოტი შალომე თამაშობს და რომელმაც ოსკარზე ნომინაცია ჰქონდა და მე მგონი თვითონ ფილმაც მოიგო ერთი სტატუეტკა, მე მგონი, თუ არ მეშლება. შენი სახელით დამიძახე ფილმ Call Me by Your Name, ეს ფილმი რა, დიდი არაფერი ფილმი, რაღაც ჩაქრიანი მელოდრამა, რომელიც რაღაც ტყუილ ისტორიას გთავაზობს და გასაღებს თითქოს რეალურია და ნამდვილია და ძალიან რეალისტურად გადაღებულია, რაც ცოტა ისეთია რა, უხერხულად ცუდია.
ჩემი აზრით. და მე დაიჯერა ამ ფილმს ძალიან კარგი შეფასებები ჰქონდა და გვადანინომ დაიჯერა რომ ავტორია და ევროპული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია და დაიწყო კლასიკის გადაკეთება, გადაიღო სუსპირიას დარიო არჯენტოს სუსპირიას რიმეიკი, არ გამოუვიდა, მე გადაიღო Bones and All ისევ ტიმოტი შალამესთან ერთად იმას კარგი შეფასებები ჰქონდა, მაგრამ იდეაში ასე დამსახურება რამე სერიოზული ჯილდო მე მგონი არ ქონია და მე გადაიღო Challengers-ი, ძალიან კარგი კასტით. მე თავიდან მომეწონა ეს ფილმი და ახლაც არ ვთვლი რომ აი ცუდი ფილმია, მაგრამ ანუ დიდი ანუ რაიმე პრეტენზიის მქონე ფილმი ვერ არის, მაგრამ გადაღებულია ესეთი თქოს არის. და მე Queer რომელიც ნანახი არ მაქვს და არც ვაპირებ ყურებას, იმიტომ რომ ნუ იმდენად ცუდი შეფასებები ჰქონდა, იმდენად უცნაური ვაიბის მქონე ფილმია, ტრეილერებით და რამე მე მგონი არც უყურებ, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ფილმზე ახლა ცუც ვერც ვერ ვიტყვი იდეაში. მაგრამ მე მგონი უკვე ვთქვი. არა უშავს. და ეხა ეს ფილმი After the Hunt, ну, ისეთ ცუდი შეფასებები აქვს, რავი, მე არასდროს არ მჯეროდა ამ რეჟისორის, არასდროს არ მეგონა რომ რაიმე კარგს, ანუ ძლიერი რეჟისორად არასდროს არ მიმაჩნდა და როგორც ხედავთ უკვე საზოგადოებას აღარ მიაჩნია დიდ რეჟისორად. ეს არის და ეს. დღეისთვის სულ ეს იყო. ამ კვირაში რაღაც სასწაული კინო ამბები არ მომხდა, რაღაც ახალი პრემიერები არ არის, რომ გირჩიოთ, რომ წახვიდეთ უყუროთ. რა პრემიერებიც იყო, არაფერი არ მინახავს, იმიტომ კი არა რომ ეზარება, არამედ იმიტომ რომ ბილეთი ღირს 20 ლარი და მე უკვე აღარ ვარ სამწუხარო სტუდენტი და ნახევარს ვეღარ გადავიხდი. ამიტომ მერჩევნია დაველოდო, სანამ სტრიმინგებზე დაიდება და რა თქმა უნდა არაპირატულად ვუყურო. ხო. და დღეისთვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით. თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, თუ იძინებთ, ტკბილძილს გისურვებთ, მეთოდე გემშვიდობებათ, შემდეგ შეხვედრამდე, რომელიც ამ კვირაშივე იქნება, იმიტომ რომ ნოლანზე უნდა გადავიღო პოდკასტი, რომელიც დაიდება რამდენიმე დღეში, ეს დაიდება დღეს ესე იქ სამშაბათი, ანუ დაიდება 4 შაბათს და იმას გადავიღებ ალბათ პარასკევს ან შაბათს და დაიდება კვირას. მოკლედ, შემდეგ ვიდეომდე კარგად მეყოლეთ.